ყოველდღიური წარმოების კუთხით ჩვენ გვაქვს კატასტროფული მდგომარეობა. ქართული სავარგულების მხოლოდ 50% არის დამუშავებული, ისე ჩვენ მოვახერხეთ გასულ წელს უპრეცედენტოდ დიდი ოდენობით სავარგულები დამუშავდა და ვაპირებ და მე ერთ გამოსვლაში თქვი რომ ჩემი ამოცანაა და ჩვენი გუნდის ამოცანა ის რომ არც ერთი გოჯი მიწა არ დაჩეს დამუშავებული საქართველოში. ჩვენ ყველა რესურსს უნდა გამოვიყენოთ ეფექტურად და მაქსიმალურად გონივრულად. მე მოვისმინე გუშინ, მინდა გავაგრძელო რაც დავიწყე, რომ 80 საწარმოდან დარჩენეს 10 ხორბლის გადამამუშავებელი საწარმო მაგალითად. და მთავრობა წინახელისუფლება არაფერს არ აკეთებს 9 წლის განმავლობაში ადგილობრივი წარმოების ხელში წყობისთვის. ამაზე ისაუბრონ ჯობია და მოვუწოდებ ყველას, ვინც ჯერ კიდევ გულშემატკივრებს საცხოვრებელ მოძრაობას, დაბოლოს წარმომადგენელი აქ არის და კითხოს იგივე